გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გადაცემას რა თქმა უნდა ტრადიციულად ვიწყებ უკანონო დაკავებული პატიმრების სოლიდარობით, უკანონო პატიმრებს შორის არის ჩვენი გუნდის წევრიც. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის უკანონო პატიმრებს ონისეს ხადაძეს, ანდრო ჭიჭინას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების გამო უკანონოდ ყავთ დაკავებული სისტემას. მალე თავისუფლებას გისურვებთ ყველას. უკანონო პატიმრებით დავიწყე და ოცნებამაც წამოგვაწია ახალი თემა მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების საქმეზე. ქართულმა სასამართლომ 9 წელი პატიმრობა მიუსაჯა. პიჯაკების საქმეზე მეგობრებო 9 წელი. ეს კოცები იქეთ ზელენსკის აკრიტიკებენ, თეთრ სახში როგორ მივიდა ასეთი ჩაცმულიო, ერთი პიჯაკი ეყიდაო და აქეთ მიშას 9 წელი მიუსაჯეს პიჯაკების ყიდვის გამო. კოცები ჩამოყალიბდით ბოლო-ბოლო რომელია თქვენი დრეს კოდი, რა გინდათ, რა გაინტერესებთ. ჩემი აზრით კოცებმა მოდაში დაამკვიდრეს ახალი ტერმინი, კაი საციხო პიჯაკი აცვიაო. კარგი ძვირადღირებული პიჯაკი აცვიაო, ესე იგი რა, მიხვდით ხო? კომპლიმენტია ერთგვარი. ისე პარლამენტის დარბაზს რომ გადახედოთ, სავსეა საციხო პიჯაკებით. საციხო, იმდენი კარგი საციხო პიჯაკია იქ, რომ არ ვიცი, რაღაცა თუ შეიცვალა, რა ვიცი, აი ამ საციხო პიჯაკებს რა უნდა უყოთ. მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი პატიმრობაზე უცნაური განცხადება გააკეთა პარტია გახარია საქართველოსის ერთ-ერთმა სახემ, ალბათ ნათია მეზრიშვილმა, განაცხადა რომ მალე ბიძინაც მიუჯდება გვერდით და აი მაშინ დადგება სამართალიო. მე უბრალოდ იმას ვერ ხვდები, თუ პროკურატურა და სასამართლო არის გაყიდული. ამ დროს მიშას განაჩენი რატომ არის სამართლიანი? თუ მიშა რადგან არის, მასე სასამართლოს გამოაქვს სამართლიანი გადაწყვეტილება და ისე თურმე სასამართლო არის ბიძინას მართული. რაღაცა თქვენ ლოგიკას ვერ ვიგებ, გახარიებო. ჩამოსაყალიბებელები ხართ ყველანი აბსოლუტურად. გახარია რომ, აი მაგალითად ხა გახარია რომ დაიჭირონ და ხალხმა რო თქვას რომ მალე ბიძინას მიუსვამთ გვერდითო. არ მგონია რომ სწორი პოზიცია იყოს ეს. არადა თვითონ აქვს ნათქვამი გახარიას 20 ივნისს მე ვიყავი ყველაფერიო. ესე აქვს ნათქვამი. თქვენი პიარი რო რაღაცას დაგეგმავს, ყველაფერს პიარი არ ქვია. ერთი სიტყვით პიარი სხვა არის და კოცობა სხვა არის. არა რო ვაკვირდები, კოცობა არის ნევროზივით. ბოლომდე ვერ იკურნება, მიძინებულია და პერიოდულად იღვიძებს. კაცმა არის ის სად წამოყოფს თავს. აი აქაც უცებ წამოყო აი ამ კოცობამ თავი. გადავიდეთ სხვა საქმეზე. სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გიორგი ბაჩიაშვილსაც 11 წელი მიუსაჯეს, 3 საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. სხვათა შორის სამჯერ დაიჭირეს ფაქტიურად, მაგრამ თვითონ ბაჩიაშვილი უკვე რა ვიცი, აბა გავიდა ქვეყნიდან და ვერ იჭერენ. ამ ინტერპოლშიც სულ დაკავებაა. არ იღებენ ყურმილს, რა ვიცი, რა დაემართათ იმათაც. ერთადერთი რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა გეგმავს, ეს არის რომ შენობის წინ გახსნან გომელაურის წყარო. თან უშუალოდ თვითონ გომელაური გახსნის თვითონ თავისი ხელებით, ხოლო სუსის შენობასთან გაიხსნება ლილუაშვილის მემორიალური დაფა, რომელზეც გაკეთება წარწერა ამ შენობაში ბიძი და ივანიშვილის დავალებით დაიშანთა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. ისე როგორ გადაკვეთა საზღვარი ბაჩიაშვილმა, არა, აი წარმოიდგინეთ, რანაირი ამბავი იყო ეს რაღაცა კინოს მაგვარი. ეგ როგორ გამოგეპარათ კაცო. გაგიჟებულია ის ღვთისგან ნაჩუქარი კაცი. ბიძინა, გაგიჟებულია დადის თურმე თავის სასახლეში და ხევისბერი გოჩასავით რამდენიმე სიტყვას იძახის მხოლოდ გაოგნებული შვილო გიორგი. საზღვარი. ბიტკოინები გიორგი გომელაური, სუსი, ტოიოტა. დაგხოცავთ. ასეთი ეს მუსიკაც ძალიან უხდება, ეს მუსიკა ესეთი შემზარავი მუსიკაა და ამ დროს ბიძინას ძალიან მოუხდა. ისე ამ ბიძინამაც როგორ მისცა სესხი ბაჩიაშვილის ბიტკოინებისთვის, მიეცა ეგ სესხი ვასიკო ჩიგოგიძისთვის,
ნახავდი ერთი როგორ მოთავსდებოდა ვასილი ჩიკოგიძე საბარგულსა და იმ სავარძელს შორის ადგილი როა პატარა სივრცეში. ასეა. არ უნდა ვენდოთ ტანმორჩილ და სუსტ კაცს. ისე ბატონო ბიზინა თქვენც არ ხართ ეხლა ძალიან დიდი გაბარიტებში სიმართლე რო ვთქვათ, რო რამე თქვენ ეხლა Toyota Camry-ც არ დაგჭირდება, Toyota Prius-იც კომფორტულად მოთავსდებით, როცა ამის დრო მოვა, ამის დრო. ქვეყანაში სასამართლო და სამართალი როგორ დონეზეა დაცემული ამას კარგად აჩვენებს საპროტესტო აქციაზე აქტიური მონაწილეების დაჯარიმება. მინდა გაჩვენოთ ჯარიმა, რომელიც პატრონმა მიუტანა გიორგი მუმლაძეს. ნახოთ. რეჟიმის პოლიციამ გიორგი მუმლაძეს მიუტანა ჯარიმის ქვითარი, სადაც თანხა 5 მილიონი ლარი არის მითითებული. მე ვიცი რომ ჯარიმას იმავე კვირაში თუ გადაიხდი 20% აკლდება. ანუ 5 მილიონს გამოაკლდება 20%, 4 მილიონის გადახდა ახლა რა პრობლემა არის? ახლა რა ვიცი, ერთი ჩაულებრივი ლექტორი ადამიანია, ძალიან პატიოსანი, არ უნდა გაუჭირდეს წესით 4 მილიონი ჯარიმის გადახდა გიორგის. ნიკანარსიას ჯარიმები უკვე ყველასათვის ცნობილია, ყოველდღე არა, უკვე დღეში რამდენჯერმე აჯარიმებენ. 17 ჯარიმა აქვს ადამიანს, 85,000 ლარი აქვს გადასახდელი ჯარიმის სახით. ბოლო მისვლაზე პოლიციელმა უთხრა პარკი გნებავთო? ჩეკი რო ამოურტყა. პარკი რა თმინდა უნდა თვითონ ეს ყველა ჩეკი რო ჩაალაგო შეგნითო ეს პარკი მაგისთვისო. პრინციპში სხვისი ჯარიმები როგორ უნდა გაგვიკვირდეს, როცა პაატა ბურჭულაძე უკვე მეხუთეთ 5,000 ლარიანი ჯარიმა მიუტანეს. პაატა ბურჭულაძეს. ბატონ პაატას უკვე იმდენი ჯარიმა აქვს გადასახდელი, შეიძლება მალე ფონდმა იავნანამ გამართოს კონცერტი, თვითონ ფონდი იავნანას დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის დასახმარებლად. საერთოდ ამ ჯარიმების რაოდენობას და სიხშირეს რომ ვაკვირდები, მე მგონი მუმლაძის ნარსიათი და პაატა ბურჭულაძით უნდა იმ ბიტკოინების ამოღება ბაჩიაშვილს რომ გაყვა, ამ ბიზინა ივანიშვილს. ბატონ ბიზინას კი გაუცრობდა ეს იმედები ამ ბიტკოინებს, მაგრამ სათბურებში კარგად არის ყველაფერი. ხო აქვს თავისი სათბურები ბიზინას. მოდით ნახოთ ინფორმაცია. ივანიშვილის სათბურების კორპორაციამ 14 მილიონი ლარის კიტრი და პამიდორი გაყიდა. აი ახლა ხვდები რატომ არ თესავს ეს კაცი სიკეთეს. აშკარად კიტრი უფრო მესტოვებს. 14 მილიონი კიტრი და პომიდორში იშოვა ამ კაცმა. სულ რომ დაასანქციო ბიზნეს მთელი ქონება რომ წაიღო მარტო კიტრი და პომიდორით იცხოვრებს. ნეტად ჩითილებში რას აძლევს, ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ მეც რო ვიყიდო რომ მეც რაღაცა ფიქრობ რა ვიცი 1000 აზრი მომდის უკვე ამ საქმიდან არაფერი გამოდის, რასაც ახლა აქ ვაკეთებ. მე 19 წელია აი ესე ვდგავარ და ლაპარაკობთ არაფერი საქმეში არ ყრია. და აგერ უკვე კაცმა აგერ მთელი ტელევიზიის 10 წლის ბიუჯეტი 1 წელიწადში აქვს დაშონი კიტრით და პომიდრით. ხო და რა ვიცი, რამდენი ხანი უნდა ვიდგე ახლა ასე და ერთი ჩემი სათბური რო გავაშენო მშვენივრად. რაღაც არასწორად მაგ განვითარება ცხოვრების არჩევ. გადავიდეთ მომდევნო თემაზე. Deep State რომ ძვინვარებს და მოსვენებას არ აძლევს ქართულ ოცნებას, ეს ყველამ კარგად ვიცით. ანუ ამერიკის პოლიტიკური ელიტა. მოდით ნახოთ გურამ მაჭარაშვილის თავზარდამცემი ინფორმაცია. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული საკითხია გენოფონდის გადარჩენა. აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს Deep State გვიშლიდა. მოსახლეობის რაოდენობა რომ მცირდება და გამრავლების სტატისტიკა არ არის კარგი, ეს ყველაფერი არის Deep State-ის ბრალი ხალხო. მართლა რა რთულია, აი წარმოიდგინეთ ახლა ადამიანს გამრავლება რო გინდა და საწოლთან Deep State გიზის. როგორ გინდა რამეზე კონცენტრირდე მაგ დროს. ხალხს რო გამრავლებისთვის სექსი არ აქვს, ეგ ყოფილა Deep State-ის და თხელი კედლების ბრალი. ზოგადად ეს ახალ მშენებლობებზე სულ თხელი კედლებია, რა ვიცი, სულ თხელი ყველას ეგ პრობლემა აქვს. თხელი კედლები, ყველა მაგას გაიძახის. ვინას რო ყიდობთ, კედლები თხელია, კიბერნოს კი მაგას კითხულობს. რას გვიშვება მართლა ეს Deep State-ი? ესე იგი ახლობელი მიყვებოდა, ახლა ამას წინ რა უცებ რაღაც გამახსენდა და გამრავლება გადავწყვიტეთო ოჯახშიო და რო დაწვნენ თურმე მიეპარა Deep State-ი და სამჯერ აუკრა ხელი, კაცო. გაგიჟებული იყო ბიჭი, გაგიჟებული ეს რა მე აღარაფერი გამოვიდა მე და ყველაფერში ერევა ეს Deep State-ი რო ვაკვირდები.
რამდენი წელია ორშაბათიდან ვიწყებ ვარჯიშს და დიეტას და ვერ მოვაბითავი და ახლა მივხვდი რომ კი არა მეზარება deep state-ი მიშლის ხელს თვითონ. ქართული ოცნება აპირებს მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებას, აქამდე ნარკოპოლიტიკის კანონების მიღებაში deep state-ი გვიშლიდაო ხელს, ეს მაჭარაშვილმა თქვა, საწყლები ბარიგებს ვერ იჭერე, deep state-ი უშლით ხელს. Deep state-ი. ეთქვა თვითონ deep state-ი ეწევა ამ მორფებს და ათასისულელებს. ამ უბედურებებს და არიან ჩაკაიფებული, თვითონ არიან ჩაკაიფებული. მე აგიხსნით ძალიან მარტივად, ნარკოპოლიტიკას რატომ ამკაცრებენ ახლა? იმიტომ რომ ქოცები ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ეს ხალხი სასწრაფო წესით თუ არ დავიჭირეთ, მე არჩევნებისთვის ვინ უნდა გამოუშვათო. ნუ არჩევნებზე კიდე ციხიდან გამოსაშვები თუ არავინ ეყოლებათ, ახლა რა მოიგებს იმ არჩევნებს. მაგრამ ოპოზიციამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, შეიძლება არც გამოუშვან ეს ხალხი. და მე საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოინახო. ნუ რა არის ისი ადამიანის ბედის სავაჭროთ, ახლა 3-4 წელი არაფერს არნიშნავს ამათთვის, მინდა გითხრათ. რადგან არჩევნები ვახსენე, მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაგაცნოთ ძვირფასო მეგობრებო. ძალიან მესიამოვნო რომ გავიგე, ნახოთ თუ შეიძლება. პენსიაზე გასვლის შემდეგ CESCO-ს წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები გააყალბეს, ხმები მოიპარეს, დიქტატორული რეჟიმის სათავეში დატოვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიორგი კალანდარიშვილის სიბერეს გაატარებს წყნარ და 7 ვითარებაში. მოსალოდნელიც იყო ეს გადაწყვეტილება, აბა კალანდარიშვილის 2 მეტრიან ყვარლის გალავანივით წვერს მოვლა ხო უნდა თვითონ მეგობრებო. იუნესკო არ იცავს და ისევ ხალხმა უნდა მოუვარო და მოუფრთხილდეთ ამ ღირსშესანიშნავ კულტურულ მემკვიდრეობის წვერს. როგორც ვიცით, ბოლო დროს რამდენიმე ქვეყანამ დაასანქცია ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები და ძალონები. თქვენ რო გეგონათ რომ ოცნების წევრებს წასასვლელი აღარსად დარჩათ, არ არის ეგრე. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში. მოდით ვნახოთ ინფორმაცია. ყობახიძის განკარგულებით დიპლომატიური პასპორტის მქონე ჩინოვნიკები ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უვიზოთ იმოგზაურებენ. ქართული ოცნების წევრებს გაუხარდათ ის, რომ სადღაც მაინც შეუშვებენ და ჩავლენ უვიზოთ და ახლა არკვევენ თვითონ ეს ქვეყანა ტიმორ-ლესტო სად არის და არსებობს თუ არა საერთოდ. გასულ კვირას ქართული ოცნების თვითგამოცხადებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში, ეს გითხარით უკვე. მოდით ვნახოთ რა ჩაიდინა ირაკლიმ ვიზიტის ფარგლებში. ოლიგარქის პრემიერმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, სადაც თემურლენგის ქანდაკებაა, გვირგვინით შეამკო. და ამ პრემიერ-მინისტრმა მესამე პრეზიდენტი დაიჭერა იმის გამო, რომ მან კაჩინსკის საფლავზე გვირგვინი მიიტანა. თემურლენგის საფლავში ბრუნავს ძვირფასო მეგობრებო, ოღონდ სიცილი იჩინდის და ისე ბრუნავს. ფაქტია, რომ ახლა ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არ ყოფილა და თემურლენგის ძეგლი თაიგულით აქვს შემკობილი. წარმოგიდგენიათ. აი ვინც აგვაოხრა, 8-ჯერ შემოგვესია იმის ქანდაკება გვირგვინით შეამკო. ალბათ ყობახიძე მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ვიზიტებისთვის და ბოდიში მოუხადა და დაგმო უსამშობლო ცოტნე დადიანი იმ საშინელი საქციელისთვის, რაც მან მონღოლების წინააღმდეგ ჩაიდინა. თემურლენგი ნაცების ისტორიკოსის გამოა დამპყრობელი, თორე იმედის ინფორმაციით 8-ჯერ ბიზნეს ვიზიტით იყო საქართველოში. ინვესტირების მიზნით. ირაკლი ყობახიძე ისეთ მჭიდრო ურთიერთობაშია აღმოსავლეთის ქვეყნებთან, არ არის გასაკვირი მალე ირანიდან შაჰ-აბასის გამოსახულებიანი მაისური დაბრუნდეს ან ჯალალედინის ბრელოკით. ან ჩამოიტანოს აღა მაჰმად ხანის მაცივარზე მისაწებებელი მაგნიტები რვა სუვენირები. აი რაღაცა ესეთ აბსურდულ სიგიჟეებს ვისმენთ უკვე ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი რაღაც გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას რომ ვუყურებ, ბავშვობა მახსენდება რომ გითხრათ. ნუ ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე ესეთ თამაშ დამალობანას, ალბათ ყველას გვითამაშია. ერთი ხუჭავდა თვალებს, ითვლიდა 20-მდე და დანარჩენები იმალებოდნენ. ამ ერთს უნდა ეპოვა ყველა. ნუ ამ თამაში იყო ასეთი მომენტი, თუ რომელიმე ძალიან საგულდაგულოდ დაიმალებოდა, ისე რომ ვერავინ პოულობდა, ბოლოს იძულებული იყავი გეღიარებინა და იძახდი ასეთ ფრაზას: გამარჯვებულო, გამოდი. ხო გახსოვთ? გამარჯვებულო, გამოდი.
ანუ აღიარებდი მის საგულდაგულო დამალვას. ხო და ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა. მთავრობა შეცდომაზე უშვებს, ყველა შეცდომა ნაპოვნია, ამათ გასაშვებად ყველა საბაბი ნაპოვნია და თქვენ სათხართ. სათხართ ხალხო, ვერ გპოულობთ. ოპოზიცია სათხართ. გამარჯვებულო, გამოდი. გამარჯვებულო, გამოდი. აჰა, დავნებდით, სათხარ დავნებდით, გამოდით, გამარჯვებულო, თამარ ერთად დაუძახოთ, იქნება გამოჩნდნენ. ოპოზიცია, გამოდი. გამოდი. ოპოზიცია და გამარჯვებულო, ერთად გამოდი. ძალიან დიდი მადლობა, მაინც არ გამოდია რა აზრია. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.